3,000 მეტი გიცხოვრიან როგორც ერსა ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ ერსას ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერ მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობათ. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ეს არის ჩვენი დევიზია, ყველა გადაცემას ვიწყებთ ამ ფრაზით, იმიტომ რომ ეს მართლა მასია. არ არსებობს გვარი საქართველოში, რომელსაც რაღაცა თავისი წილი აგური არ ქონდეს, წილი აგური არ ქონდეს დადებული ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ეს არ აქვს მნიშვნელობა თავად იყო, აზნაური იყო, გლეხი იყო, საეკლესიო მსახური იყო, როგორ აშენებდა, ზოგი ხმლით იბრძოდა, ზოგი ზოგს კალამი ეჭირა ხელში, ზოგს საჭრეთელი, ზოგს თოხი. მაგრამ ყველა იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან უკვე ჩვენი 73-74 გადაცემა ძალიან ასე თქვა ძალიან პოპულარული გადაცემა გახდა, ასე თქვა ძალიან ხალხმა ძალიან შეიყვარა 130,000 ნახველი ყავს უკვე რა ბატონო გიორგი და ეს არის ძალიან კარგია რა, იმიტომ ხალხი დაინტერესდება თავისი გვარის ისტორიით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დღეს გვექნება ძალიან საინტერესო გვარის განხილვა გვექნება. ეს არის თევზაძეების ძალიან ისტორიული გვარი და დღეს ჩვენ სტუმრად ვყავს მოწვეული აი ამ გვარის საგვარეულოს თევზაძეების საგვარეულო კავშირის აღმასრულებელი მდივანი, ადვოკატი და უფლებადამცველი ბატონი გიორგი თევზაძე, რომელიც ესე იგი მოგვითხრობს თავისი გვარის ესე იგი თავის გვარის ისტორიას. ჩვენც რაც შეგვეძლება აქედან წავეხმარებით ბატონ გიორგის და ესე იგი ჯერ მოусვინოთ ბატონ გიორგის და მე ესე კითხვა-პასუხის იმაზე გადავართ მაგას. გთხოვთ ბატონო გიორგი, აბად რას ვეთქვით თქვენ გვარის შესახებ? პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ მოწვევისათვის. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შედგება გვარებისაგან და ეს გვარები სხვათა შორის არის მასაკ თავისი წარმომავლობა, თავისი თქვა რაღაც ფულზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და უამრავი გვარია საქართველოში, ყველა ხილსეული გვარია მინდა გითხრათ. კი ბატონო, მე მინდა რომ შეიძლება ბევრმა არ იცის 25,000 გვარია საერთოდ საქართველოში, 25,000 და 18,000 არის ქართული გვარი. კი. ქართული გვარი. კი ბატონო. და სამწუხაროდ ზოგი გვარი არის ძალიან ბევრი, ზოგი არის ძალიან ნალევრი გვარი. კი, და ზოგი გვარი დაკარგულია სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, კი ბატონო. და ამასთან ერთად მინდა გითხრათ, აი ეს გვარი ძალიან გვარის შვილობაა წამოსული ეს ქართული სულიერებიდან. და მოგეხსენებათ, ყველა გვარს ყავს თავისი კავშირი აქვს შექმნილი, ყველა გვარს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის მინდა გითხრათ. პატრიარქის დალოცვილია და პირველი გვარის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო ლევან ფრუიძე, ჩვენი მეგობარი, რომელსაც ძალიან ახლოს ვიცნობდით. სამეფო კლუბის წევრი იყო ბატონი სასიამოვნოა და დღეს ძალიან კარგად აგრძელებს ამ საკითხს ბატონი ირაკლი რეგვაძე, რომელმაც ისევ აღადგინა ეს ყველაფერი, ფენიქსივით აღადგინა ესე იგი იმიდან და საკმაოდ კარგად არჩევს თავს. ძალიან ბევრი გვარი გაერთიანდა და ძალიან კარგად არჩევდა და მადლობა მას რომ აი ასეთი ენთუზიაზმითაც ჩართული ამ მნიშვნელოვან საქმეში და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მე რატო გეუბნებით მე თვითონ კომიტეტის წევრი ვარ ამ სრულიად საქართველოს გვარების წინამორბედა დარბაზის და ამიტომ შიგნით სამზარეულო კარგად ვიცი და აქედან გამომდინარე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა. რაც შეეხება თევზაძეების გვარს, ჩვენ ძირითადად ვართ გურიიდან. მიმოფანტურია ჩვენი გვარი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ძირითადად არის გურია და არის წიაღობანი, ადრეს წიაღობანი შედიოდა გურიის
შემადგენლობაში მე ადმინისტრაციული დაყოფა მოხდა და ის ნაწილი იმერეთ კი ბატონო ერთი ესე რაჭაში და ლეჩხუმშიც არის დაფიქსირებული რაჭაშიც აფხაზეთშიც არის სამეგრელოშიც არის წყალტუბოშიც არის და მაგრამ მე მგონი ფესვი საიდან არის ჩოხატაურის თავი სოფლის ზემოხეთი აი იქ არის თევზაძეების ფესვი და დანარჩენი მე გაფანტულია მე ბიზაშვილი მყავს წყალტუბოში ცხოვრობდა ხა რომ შეეკითხები იმას საიდანაა გურიდანო გეტყვის მაგრამ გვარწარმოებლობა არის გურია რა თქმა უნდა ეს სხვადასხვა მარტო ჩვენი სულით კი არის ჩადა და გარკვეული გამოკვლევი ამასთან დაკავშირებით ჩვენ და გვარის ეტიმოლოგია სამიყევართ ანუ წარმომავლობას თვითონ აი რას ნიშნავს თევზაძე არის საერთოდ თევზები და გურლების ესეთი ვარ და თვითონ თევზაძე წყლის საპირისპიროს მივდივარ კი ბატონო ამაში გეთახმებით ნამდვილად ასეთი ხო ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული მაქვს გურულების მიმართ. გაიხარეთ. თავისი ხო, ეხლა რაც შეხება ძირითადად ეს ზემოხეთი, რა თქმა უნდა, მე ჭიაღობანი მოგეხსენებათ იქ თევზაძების დიდი დასახლება, მეცახე მოგახსენებთ რომ ადრე ადმინისტრაციულად საქართველოს გურის შემადგენლობაში შედიოდა, ნუ მე კომუნისტური ბოლშევიკური ის ნუ შემოვიდა მე დაყვეს და ასე შემდეგ. ჩვენ ვატარებთ ბატონი ჩვენი თავმჯდომარე გახლავთ ბატონი კლიმენტი თევზაძე შესანიშნავი პიროვნება ძალიან დიდი მოამაგე ჩვენი გვარის უდიდესი პიროვნება რომელიც აი ხამეც რომ ძინავს მაშინაც აი ჩვენი გვარის გაგააკეთოს შესაშვური ის არის რა გაგააკეთოს ჩვენი გვარისათვის იმას უნდა ეს ბედნიერება რომ გვარს ასეთი პიროვნება ეყოლება გვარის წინამძღოლად და მე მინდა გითხრათ ბატონი კლიმენტის თევზაძის საგვარეულო კავშირის გამგობის წევრების ყველა თევზაძის და განსაკუთრებით კახა თევზაძე არის ესეთი რუსეთში ბიზნესმენი და თბილისშიც არის მისი თაოსნობით ჩვენ ჭიაღობაში ეკლესია თევზაძეთა საგვარეულო ეკლესია ავაშენეთ მინდა გითხრათ კრიკეს და იუდიტეს სახელობის ეკლესია და სადაც მოილოცებიან თევზაძეები ჩადიან კვირო კობას იქ ვიკრიბები ჩვენ თელი თევზაძეები და ნუ მე რა თქმა უნდა რეფერებით და ასე შემდეგ და ნუ მე როგორც მოგეხსნა მეორე განყოფილებით თავდება ყველაფერი ხო რა თქმა უნდა იმის გარშე ბანკეტი და ასე შემდეგ ეს არ შეიძლება ხო ანუ აი ესე იყო უნიშნელი ნაბიჯი რომ თევზაძეებმა აშენა თავისი ეკლესია იქ იყო ადრე ეკლესია მაგრამ ბოლშევიკებმა ჩვენ დაგვინგრიეს მეორე ეკლესია იყო წმინდა გიორგის ეკლესია ზემოხეთში კვირიკეს მთაზე იქ ისიც ბოლშევიკებმა დაანგრიეს და ნანგრევებია და ალბათ მომავალში არის ესეთი იდეა გვაქვს ისეთი რომ მეორე ეკლესია თუ შევდე და თუ ფარინებებს რომ უკვე ზემოხეთში ავაშენოთ პატარა ეკლესია იქ ეკლესია ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ თევზაძები ვაკეთებთ პატარა ისა საგვარეულო წიგნზე მუშაობთ ბატონო დევან სადაც იქნება თქვა ჩვენი წარმომავლობა რა არის თევზაძე საიდან წამოვიდა თევზაძე რა არის მისი ფუძე რა არის მისი გვარიშვილები თქვა ეხლა ჩვენ 1700 წლის წინდა ნავიღეთ ამ ეტაპზე თქვა ისტორიას სწავლობთ 1924 წელია მე მგონი ის ყველაზე და მაქედან ავიღეთ ჩვენ და იქიდან ვსწავლობთ უკვე გვაქვს აი თქვა რამდენი თევზაძე იყო ვინ ვისი განშტოებები ვირა იყო ვინ როგორ იყო და აი ამ ეს ყველაფერი იქნება წიგნში იქნება ჩვენი სასიკადულო თქვა თევზაძეები რომელმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს აი შეიძლება ჩამოთვალოთ არ არის ეს არის ასტრონომი გიორგი თევზაძე იყო ასე რომელმაც ორი ვარსკვლავი აღმოაჩინა ქვია კოსმოსში და ობსერვატორიის ერთ-ერთი წამყვანი პროფესორი იყო ჩემო ბატონო ასე მინდა თქვა რომ პოლონეთში იყო ვალერიან თევზაძე კი ბატონო ეს მინდა ამონარიდი მინდა ხა მე წავიკითხო აი რომელიც ხა ნამდვილად აი ამ ადამიანის პოლკოვნიკ ვალერიან თევზაძეს შეეხება პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე 1892 წელს დაბადებული რომელიც გარდაიცვალა 1885 წელს იყო ქართველი სამხედრო მოღვაწე რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც დამოუკიდებელი საქართველოს არმიაში ისე პოლონეთის არმიაში და წინააღმდეგობის მოძრაობაში დამოუკიდებელი საქართველოს არმია ვალერიან თევზაძე 1914 წელს დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი და პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა რუსეთის არმიის კავკასიის სროლთა მერვე პოლკში
1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ის შეუერთდა ახლად დამყარებულ საქართველოს არმიას, სადაც პოდპოლკოვნიკის წოდება მიიღო. მონაწილეობდა ოსმალეთთან, სომხეთთან, დენიკინელებთან და საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში. ასევე იყო გენერალური შტაბის საჯარისო წესდებებისა და ინსტრუქციების შემმუშავებელი კომისიის მდივანი. პოლონეთის არმია და მეორე მსოფლიო 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ვალერიან თევზაძე პოლონეთში ემიგრაციაში გადავიდა. პოლონეთის არმიაში ოფიცრის წოდება მიიღო და მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან სამხედრო კომპანიაში. 1920-1930 წლებში 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ვარშავის ჩრდილოეთ სექტორის თავდაცვის მეთაური იყო და გამოჩენილი თავდადებისათვის პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდო ვირტუტი მილიტარის ვერცხლის ჯვარი მიიღო. ეს საოცრად დიდი მაღალი წოდების ჯვარია თქო. გერმანთა ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ვალერიან თევზაძემ ტომაშის ფსევდონიმით შეუერთდა პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობას. არმია კრაიაოვას მე-7 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად დაინიშნა. გენერალმა მისი თავი 200,000 რაიხსმარკას შეაფასეს. ეს არის საოცრად დიდი მაგალითია და დიდი მაგალითია გმირობისა. დიახ. და ეს ძალიან დიდ იმას აძლევს და ეს პიროვნება ბატონო ლევან უყურეთ ახლა ჩვენ თევზაძე საგვარეულო კავშირმა 2024 წლის მაისის თვეში ჩვენ მიგვიწვია ვარშავის უნივერსიტეტმა ბატონი დავით თევზაძეც იყო ჩვენ გეტყვით ახლა იქ გახლდათ ისა ქვია მუშაობს ქართული პროფესორი დავით კოლბაია უდიდესი პიროვნება რომელიც დიდ საქმეს აკეთებს საქართველოსთვის და მან რექტორმა ყველა მიგვიწვია იქ იყო ღონისძიება 1924 წელთან დაკავშირებით ჰქონდათ ღონისძიება და რა თქმა უნდა ჩვენს მიგვიწვიეს და ჩვენ უნდა წავდგეთ მოხსენებით ვალერიან თევზაძესთან დაკავშირებით ეს და იგი ვალერიან თევზაძე როდესაც ჩავიდა პოლონეთში ჯერ იყო გერმანიაში შემდეგ პოლონეთში ის შეუერთდა პირდაპირ 39 წელს როდესაც ომი დაიწყო შეუერთდა პოლონურ არმიას ქართული ჯგუფი გააკეთა და გმირულად იბრძოდა გერმანების წინააღმდეგ მისთვის ის იყო უკვე მეორე სამშობლო მისთვის ის იბრძოდა პოლონეთისათვის პოლონური ხალხისათვის და რა თქმა უნდა იყო შემდეგ ის და მისთვის 200,000 მარკა როდესაც დატოვა ვერ დაიჭირა გერმანელებმა იმდენად იყო ძალიან ძლიერი და დიდი ჩაოლებრივი იყო და ღამე ებრძოდა მათ მინდა გითხრათ რომ და მადლობა მინდა გადაუხადო პოლონეთის ხელისუფლებას და ხალხს რომელმაც დააფასეს ეს კაცი და ის დასაფლავებული გახლავთ ესე ქვემო სილეზიის სასაფლაოზე იქ არის ესეთი და ძალიან უვლიან მის საფლავს ხელისუფლება უვლის ხალხი უვლის და როგორც გმირი და გმირი როგორ პოლონელი გმირია ეს ადამიანი და ძალიან დიდად კი ხა ჩვენთან მაგალითად სამწუხაროდ ზოგიერთმა ისიც თქვა რომ აი გიორგი აწუხელიძესე ის პიარისთვის გარდაიცვალა ის რა თქმა უნდა ესეთი აზრადაც არავის არ მოუვა რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივისცემენ თავისასკეს შესაძლებელი ძალიან დიდი პატივისცემენ ამ ადამიანს აქვს ოფირისკები აქვს და არის სამნემო ქალაქში მისი ობელისკი მინდა გითხრათ თვითონ სასაფლაოს წაწერი რომ სახელმწიფო იცავს 26 მაისი აქ აღნიშნეთ სხვათა შორის და იქაურმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლონეთის თქვათ წარმომადგენლობამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იქ ჩაატარეს ეს საქართველოს დღეები აღნიშნეს და სადაც ჩვენ დიდი პატივით მიგვიღეს და ვესწრებოდით და ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი მე მინდა გითხრათ რომ ეს ვალერიან თევზაძე პიროვნება რომელიც სხვათა შორის მანამდე ვალერიან თევზაძე ცხოვრობდა ჟიჟანოვსკის გვარით თევზაძეთი არა იმიტომ რომ ეს მისი წარმომავლობა დაებალათ ის მალავდა როგორც ბოლშევიკებისაგან კომუნისტებისაგან ისე გერმანელებისაგან მაგრამ 1980 წელს მან უკვე ანდერძი დაწერა და თქვა რომ ანდერძში რომ მე ნამდვილადო ეს არის ჩემი მეუღლის გვარიო და მე ვარო თევზაძეო
და დიდი სურვილი მაქვს რომ დავისაფლო გადაცვალების შემდეგ დავსაფლავდეს საქართველოში, მაგრამ თუ ეს არ მოხერხდებაო ჩემთვისაც დიდი სამაყვა პოლონური მიწა რომ დამეყაროსო და აი ესეთი პატივისცემით არის გასწვალული ძალიან მნიშვნელოვანი იცით რა არის აქ პირველი თვალის საცემი როდესაც ჩვენ ჩავედით იქ როგორი სადაც შევხვდით ჩვენი სხვადასხვა მაგალითად თანამდებობის პირებს დიდი მოწიწებით და დიდი მიხსენებდნენ ამ პიროვნებას მათ წარსულს რომ აი ვარშავის გამთავისუფლების ერთ-ერთი ლიდერი იყო, მეთაური იყო. ხო, თან პოლონელები ამას უყურებდნენ ძალიან ძალიან გულიანად ახლა. ეს საკმაოდ მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქვი ჩვენ. ისე საინტერესოა აი თქვენი კვლევებით ახლა თქვენ ბრძანეთ რომ წიგნი იწერება. დიახ. აი მაინც საიდან მოდის ყველაზე ძველი ისტორიული ცნობა ძველი აი მაგაზე ახლა კვლევა მიდის ჯერჯერობით ბოლომდე არის მე რასაც მივაკვლიე ყველაზე ძველი არის მე-18 საუკუნის 30-იანი წლებია მეც ვარ დაინტერესებული რა ვთქვათ ეგეთი რაღაცა ისტორიებით ხო და ჯერჯერობით ვერ მივაკვლიე უფრო ძველი ხო და ამიტომ ჯერჯერობით აი მუშაობა ამ საკითხზე მუშაობენ ისტორიკოსები მინდა გითხრათ და თუ კავშირს თუ ხედავთ თევზაიებსა და თევზაძეებს შორის იცით რა გარკვეულწილად შესაძლებელი არსებობდეს ეს კავშირი იმიტომ რომ თევზაიები აფხაზეთისკენ უფრო არის სამეგრელოში თეკლაში და მე რატო გეუბნები იცი თეკლათი ჩვენ ახლა როცა გვარს ვიკვლევთ საერთოდ რო ვიწყებთ გვარის კვლევას ჯერ განსახლების არეალს უყურებ. კი ბატონო. აი როგორ არის განსახლების სად არის ეს სახლი ეს გვარი ესე იგი და როგორ ამდენად შეიძლება მოხელი იყო ეს? ხო რა თქმა უნდა, მაგრამ არის გვარები რომლებიც ესე იგი აი დავუშვათ ჯღარკავა ესეთი გვარი რომელიც სუფთა მეგრულად ჟღერს ყურში ჯღარკავა ხო ჯღარკუ ჯღარკი მეგრული სიტყვაა მაგრამ თქვენ წარმოვიდგინეთ ყველაზე ძველი ცნობა ამ გვარის შესახებ გურიაშია გაიგეთ. დიახ 1595 წელს არის პირველად მოხსენებული გურიაში და 1610 წელსაა უკვე მოხსენებული სამეგრელოში. აქედან გამომდინარე რამე კავშირს თუ ხედავ შესაძლებელია თვითონ თეკლათი არის ისეთ ადგილზეა განსახილველი სენაკის რაიონია აი სულ რაღაც დაახლოებით 10 კილომეტრში არც არის 10 კილომეტრი არის დინარე რიონი და იმის იქით უკვე გურია. და აქედან გამომდინარე შეიძლება გადასულიყო აქედან. რა თქმა უნდა, ხო და ამიტომ საერთო რაღაც თუ ძალიან საინტერესოა. მე ვფიქრობ რაღაცა საერთო ალბათ იქნება თუ ჩვენ ვოღრმათ ჩავალთ ფესტებში რა თქმა უნდა. და აქედან ალბათ ახალგაზრდა უფრო ისტორიკოსები იყვნენ, მაგრამ მეგონი რაღაცა კავშირი არსებობს ალბათ. რაღაცა უნდა არსებობდეს წარმომავლობა წარმოშობა თვითონ ეტიმოლოგია ძალიან გავს ერთმანეთს. გავს და შეიძლება ეს იყო დაისახა გარკვეულ პერიოდში. კი ბატონო, ხო და ამიტომ ამ კუთხითაც შეიძლება ესე იგი სამუშაოების ჩატარება. კი ბატონო, მაგაზე მუშაობენ მე თუ არ ვწდები, ამასთან ჩვენ ახლა საგვარეო უგერცოს ვაკეთებთ. და ალბათ ამას ესეც მალე წარმოგვექნება და წინშიც იქნება ასახული. დანარჩენი ახლა რაც შეეხება თევზაძეებს მე მინდა გითხრათ რომ ძალიან კაი სამაყოთ მინდა ვთქვა რომ კაი მაგვარიშვილები ყავს და ძალიან მნიშვნელოვანია და წერან თქვენ ბრძანეთ რომ ბატონი დავით თევზაძე დიახ მე ვიყავი დავით თევზაძე იყო კლიმენტ თევზაძე იყო კახა თევზაძე იყო იყო ლაშა თევზაძე და ნოდარ თევზაძე ერთად ჩავედით ჩვენ პოლონეთში საინტერესო ცნობებს წავაწყდი დიახ ხა მე დამინტერესდი რა თქმა უნდა თქვენი გვარით და რაღაც ისეთი საინტერესო ხა ბევრს მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში საკმაოდ მრავლად იყვნენ წარმოდგენილები თევზაძეები ისტორიის სარბიელზე ასე ვთქვათ რა. სხვათა შორის სამგროვო პირების ყავდა თევზაძე. 18 კაცი დაისმინდა რომ აი დავუშვათ ყველაზე ძველი რაც მე მოვიპო 1803 წელს და 1829 წელს ესე იგი ყუშუბაურის მაცხურის აქვეა ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო თევზაძე გაბრიელი. კი ბატონო, კი ბატონო. ესაა ყველაზე ძველი. აი თევზაძე ლუკა 1852 წლებში იყო, ესეც ყუშუბაურში იყო.
აგერ თევზაძე ანდრეა მღვდელი ჩოხატაურის რაიონში 1965 წელს ხეთის ზემო ხეთი წერია ეს არის ზემო ხეთი ასაც თქვენ ახლა ამ თევზაძე ალექსი დეკანოზი სხვა შორის აი მინდა გითხრათ რომ ესე იგი ტაბელა რანგა იყო ეგეთი ის რომელიც ესე იგი ეკატერინე მეორემ შეიმუშავა რუსეთის იმპერიის დროს და ეს იყო გან როგორ იყო იცით აი ტაბელა რანგა ესე იგი თითო ნებისმიერ რუსეთის იმპერიაში მაცხოვრებელ ყველა წოდების ადამიანს აძლევდა საშუალებას დაწინაურების. ანუ თუ მიაღწევდა რაღაც გარკვეულ კატეგორიას, ან გარკვეულ საფეხურს თავის დამსახურების მიმართ, შეიძლება ესე იგი 14 მისგან შედგებოდა, კლასისგან შედგებოდა, პირველი ესე იგი ბოლო მე-14-დან მე-7 კლასამდე, ესე იგი 14-დან 7 კლასამდე, ესე იგი 14-დან იმამდე რა ვქო მაგას 10-მდე იძლეოდა ესე იგი საპატიო მოქალაქის საპატიო წოდებას იძლეოდა, შემდეგ იძლეოდა ესე იგი ლიჩნი დვარიანინი, ანუ ესე იგი პირადი აზნაურის იმას და მე-7 საფეხურიდან უკვე იძლეოდა იმის რა ვქო მაგას შთამომავლობითი აზნაურის იმას წოდებას. და იქ არის გასაზრული იყო ესე იგი თუ დეკანოზი თუ გახდებოდა დეკანოზი ხო? ესე იგი დაწინაურდებოდა ესე იგი იმითი აი დავუშვათ თავადაზნაურთას იმაში რა ქვია საკრებულოებში ხო იყო იმისი თბილისის საკრებულო და იყო ქუთაისის გუბერნიის ისინი რა ხო და აი წიგნები იყო რა საერთოდ 5 წიგნი არსებობდა 5 წიგნი პირველი წიგნის მიხედვით პირველ წიგნში შეყავდათ ის ადამიანები რომლებმაც ესე იგი შთამომავლობით მიიღეს აზნაურობა ანუ შთამომავლობითი აზნაურობა რაც ნიშნავდა 100 და 100 წელზე მეტი ხნის ისტორია რო ხუდათ მათ გვარს იმას წერდნენ პირველ წიგნში აი მეორე წიგნში წერდნენ ისეთ გვარებს რომლებმაც სამხედრო გზით მიიღეს აზნაურობა ეს რაც ნიშნავდა სამხედრო გზით თავი გამოიშინეს არა მარტო რა თქმა უნდა ხო ან ესე იგი უნდა მიეღწიათ პოლკოვნიკის ჩინამდე და აზნაურებდებოდა ან და უნდა მიეღოთ ესე იგი მიეღო რომელიმე ორდენი მაგას ვიდა თავი გამოიჩინა ორდენი ესე იგი იყო ხო სტანისლავის ორდენი წმინდა ანას ორდენი იმისი ორდენი როხია წმინდა გიორგის ორდენი ყველაზე ის იყო ხო და იყო კიდე ესე იგი ეს სამხედრო იმითი რა ვქია მაგას ხაზით იყო კიდე ესე იგი სასულიერო ხაზით და გამختارიყო დეკანოზი ან და ბლაღოჩი უნდა გამختارიყო იმითი რა ვქია ვაჭრობაში პირველი გილდიის ვაჭარი უნდა გამختارიყო რომ ესე იგი აზნაურობა მიიღო და მოკლედ ასე მესამე იყო სამოქალაქო იმითი რა ვქია მაგას ხაზით მესამე წიგნში შეყავდათ ის აზნაურები რომლებმაც სამოქალაქო ხაზით მიიღეს ესე იგი ანუ ძისტიტელი სტაციის საветნიკი გახდა. ანუ მე-6 იმ რანგის მიხედვით მე-6 საფეხურზე ავიდა. ისიც უკვე შთამომავლობითი აზნაურებისა და მე წავაწდი ეგეთ საბუთს, ესე იგი მაინტერესებდა თქვენ გვარის ისა, აი მონაწილეობა, ესე იგი პირველ მსოფლიო ომში. და აი ესეთ რაღაცას წავაწდი, აგერ მაგ მე ამასაც მე განმოგიზავნით. რამოდენიმე ადამიანმა საკმაოდ გამოიჩინა თავი პირველ მსოფლიო ომში ეს იყო აი თევზაძე ვარლამი რომელმაც წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ის მიიღო რა ქვია ორდენი მიიღო და ეს იყო ესე იგი ეს იყო პორუჩიკი იყო პორუჩიკი იმითი რა ქვია წოდებით ხო და ეს წმინდა ანას ეს უკვე ორდენი ჰქონდა მიღებული ეს უკვე სულ ცოტა ესე იგი იმისი რა ქვია პირადი აზნაურის ტიტულის იმას იძლეოდა რა ქვია მაგას დიახ თევზაძე სამსონი იყო კიდე მეორე რომელიც სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული ეს იყო პრაპორშიკი იყო პრაპორშიკი საკმაოდ პრაპორშიკი იყო პირველი ობერ ოფიცრის ჩინი იყო დიახ ეხლა დღეს სხვანაირადაა და მაშინ იყო პირველი ობერ ოფიცერი იყო შემდეგ იყო ივანე თევზაძე იყო ზაუსედი ასეთი იყო და რომელიც ყოფილა ესე იგი ლაზარეთში მუშაობდა და იყო თევზაძე ნოე ესე იგი წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ჯარისკაცის ჯვარი ჰქონდა მიღებული ჯარისკაცის ჯვარი ახლა რას ნიშნავდა ეს იყო ახლა აზნაურულ ტიტულს არ იძლეოდა მაგრამ თვითონ იმპერატორებიც კი ოცნებობდნენ ამ ჯვარზე იმიტომ რომ ძალიან საპატიო ჯვარი იყო აი ჩვენ ყავს იქ რა ქვია ის რა ქვია ის ყავს
აი კოკაია ყავდა ეგეთი დავით კოკაია რომელსაც 4-ვე ხარისხის ის ხონდა მიღებული აქვე ჯვარი ხონდა მიღებული და ეს იცი რას ნიშნავდა ეს აი დავუშვათ თუ იმპერატორი იჯდა სკამზე იჯდა და 4-ვე ხარისხის კავალერი ფეხზოვდა დამდგარიყო და ჩესტი უნდა მიეცა ხო და აი თქვენ ყავდათ ეგეთი ადამიანები არა მარტო მე ძალიან კმდილი და მაპატიეთ კიდე და ესე იგი რაც ყველაზე მთავარია აი განათლების საკითხი ხო ეგ ძალიან აი წერაკითხვის გამოცემული საზოგადოებაში 18 წელი ყავდათ ესე საკმაოდ ბევრია და საკმაოდ ძალიან დიდი მადლობა მოძიებისათვის რა თქმა უნდა და მე მეცაც გეტყვით ძალიან მნიშვნელოვანია თევზადის როლი საერთოდ ერთიანად რომ ავიღოთ ჩვენ და ეს საქართველოს ისტორიის თქვა გარკვეულ მონაკვეთებში ამასთან ერთად ჩვენ დაგვავიწყდა რომ ჩვენ ყავდა ასეთი სარდიონ თევზაძე რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ხელსაწერდა დაფუძნებაზე ამასთან ერთად მინდა გითხრათ რომ ლაშა თევზაძე რომელიც თქვა ცხინვალში პირველმა ჩამოხსნა ეგრეთ წოდებული ოსეთის დროშა და გმირულად დაიღუპა და საქართველოს გმირია და დავით თევზაძე დავით ჩვენ გენერალი რა თქმა უნდა ჩვენ დავითი თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შესანიშნავი პიროვნება და ფილოსოფოსი საუკეთესო ესე იგი საკმაოდ იურისპრუდენციაში ასე თქვა და იურის იმაში რა ქვია როგორ პარუცი ახლა კარგად ვერ ვიყევი მაგრამ საკმაოდ ცნობილი და საკმაოდ ისეთი ადამიანი რომელიც ასე იყო გურამ თევზაძე გახდა ფილოსოფიის კათედრის გამგე იყო თავის ცხოვრება ბოლოს იყო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი სხვადასხვა გურამ თევზაძე გახდა მამაჩემის ბიძაშვილის შვილები იყვნენ მამაჩემი და ბატონი გურამი ბიძაშვილის შვილები მისი შვილია გიგი თევზაძე რომელიც ილიას უნივერსიტეტის რექტორი იყო ну ძალიან ბევრი თევზაძე სადა თევზაძე რომელიც არის სასულიერო პირი და ну ძალიან ბევრი შემოვთვლი ახლა და შევსწავლო და საერთოდ ჩვენ გვახარებს ეს რომ აი სადაც ხვდები და წარჩინებული წარჩინებული არიან და რა თქმა უნდა ჩვენ ბუნებითაც გვარი ძალიან ისე ლოიალური ადამიანები ვართ თევზაძეები და ძალიან გვიყვარს ხალხი და სახელმწიფო გვიყვარს პირველ და ქვეყანა გვიყვარს რა თქმა უნდა გამთავარი დიახ, რა თქმა უნდა და ეს არის ყველა გვარში ალბათ ეს და თავდაპირველად მისასალმებელია. და დანარჩენი რა ვიცი ჩვენ მე მაგალითად ერთი რაღაცას მინდა მოგიყვეთ რომ მე მაგალითად სოფელი არ მქონდა, იმიტომ ჩვენ გარკვეულ პერიოდის შემდეგ ბოლშევიკებმა წაგვართეს მამა პაპას წაართეს, ну წაართეს როგორ ახლა სხვას მი ჩამოართეს და სხვას მისცეს და პირველი რაც გავაკეთე, ჩავედი გურიაში, ზემოხეთში და ვიყიდე 2 მიწის ნაკვეთი. ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ბაბუაჩემს ჰქონდა. ბაბუაჩემის ბაბუის და დღეს 2 სახლი მაქვს. ანუ ფესვებს დაუბრუნდი ასე. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველა თევზაძეს ურჩევ მე მაგალითად, როდესაც ჩვენ ხვდება რომ აი გააქვს სოფელი, არა იცი და აი ბაბუაჩემის ბაბას წაართვეს, მე რას აკეთებ შენ დღეს? იქ ზოგი ყიდის ანუ ჩარი და იყიდე ისე თევზაძე დაუბრუნდეს თავის გვარს თავის სოფელს რა თქმა უნდა ყიდის მაგრამ ყიდულობს ადამიანთელი ყიდულობს კაცო მე არა ვლაპარაკობ თვითონ გვარმა იყიდოს თქო გვარი ხო და მე სხვანაირად ხდება აი ახლა მე რა იცით ტოლერანტი ვარ ნამდვილად რა იმიტომ რომ ჩემი თქვენ იცით ისტორია მთელი ჩემი და ჩვენი ყველა ქართველები ყოველთვის ტოლერანტები ვიყავით და არასოდეს კაც მოძულები არ ყოფილიყავთ არასოდეს კაცო არასოდეს მაგრამ რა არის არ როცა რო ხედავ საქართველოში კაცო 10 კაცი გადის და 30 რო შემოდის ვიღაცა ეს მე მინდა გითხრათ რომ ეს არის სახელმწიფოს არასწორი გულს მიკლავს არასწორი პოლიტიკა არასწორი საწავად ხვალ რა იქნება მე გეტყვით ხვალ შეიძლება საქართველოს მარტო 50 წლის მერე გეოგრაფიული 100 წლის მერე ხო 100 წლის მერე მარტო გეოგრაფიული დასახლებული იყო ერთმა დაიფაროს ვარიწერია რატომ შეიძლება ეს ეჭვი გაუჩნდეს ადამიანს იმიტომ რომ როდესაც ყველა მიდის სამუშაოდ უცხოეთში კი ბატონო რა თქმა უნდა ახალგაზრდები უნდა გავიდნენ არ ბრუნდებიან თანამედროვე არა ახალგაზრდები უნდა გავიდნენ სასწავლებლად აუცილებლად მაგრამ უნდა დაუბრუნდნენ მე თავის ქვეყანას თერდალეულები რა თქმა უნდა თავის დროზე კაცო აბა იდეა რუსეთში სწავლობდა რა თქმა უნდა ამიტომ აი ეს უვიზო მიმოსვლა რომელიც ახლა დღეს დააწესა თქვა დაწესა ხელისუფლება
გარკვეულ 12 ქვეყანას, პაკისტანი და ასე შემდეგ და ინდოეთი. ამან შეიძლება ძალიან ცუდი როლი ითამაშოს. კი ბატონო. სამწუხაროდ. ეგ არ მინდა სწორედ. თორე იმიტომ კი არა რატო შემოდიან, რა თქმა უნდა, ყველა შემოვიდეს ტურისტულად, ნახონ, დაათვალიერონ. მოყვარე ხალხი ვარ და ყველა. რა თქმა უნდა, მე ქართული კაცი. რა თქმა უნდა. ყველა არის სტუმართმოყვარე. და როგორ შეიძლება ხა თევზაძეების ნაფუძვარზე, რომელიც აი საუკუნეებია ვიღაც კი ბატონო, მე მიყვარს ის გადამთიელს არ მინდა რომ გადამთიელი ვიხმარო ეგ სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამთიელი არის. ის სტუმარი სხვა არის. სტუმარი არის, იმისი არ იყოს, სტუმარი 2-3 დღე გამიგია მე. საქმე იმაშია, რომ ყველა უნდა შემოვიდეს, ყველა უნდა იყოს, მაგრამ მქონდეს თავისი გარკვეული თქვა, 3 თვე, 2 თვე იქნება თუ 1 წელი, კი ბატონო, წავიდეს რაღაცა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ზოგი სამუშაოდ შემოდის, კი ბატონო, მაგრამ ამ დროს ქართველები გადიან სამუშაოდ გარეთ. კი ბატონო, კი. აი ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ სამწუხაროდ. კი ბატონო, არა, რო გადიან ერთია გავიდნენ, კაცო, თუ კი რაღაცას უშველიან. ხო, მაგრამ რა უნდა გავიდნენ, როცა ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამუშაო ადგილები. თავის ქვეყანაში შექმნას ის ხო, სამუშაო ადგილები უნდა არსებობდეს საქართველოში. სამწუხაროდ რა მე აღარ მომდებიან უკან. ეს არის ძალიან დიდი ჩვენი ტრაგედია სამწუხაროდ. ეს არის ასე ეს ჩვენ რაც გვაქვს, ჩვენ ქართველები საერთოდ გასხვებული ქვეყანა ვართ და ერი ვართ, ყველა ქართველები სხვაგან ვერ ჩერდებიან სამწუხაროდ. ნოსტალგია, ქამე როდესაც აი გერმანიაში ჩავსულა დელეგაციაში ვიყავი და 3-4 დღის მერე უკვე ერთი სული მქონდა როდის წამოსულიყავი თბილისში და როდის ჩამოსულიყავი საქართველოში. მე უარეს გეტყვით კიდე ბატონო გიორგი, მე საქართველოს საზღვრები არასდროს არ დამიტოვებია. მიუხედავად იმისა, რომ ის საშუალებაც ჰქონდა ოჯახიდან გამომდინარე ყველაფერი, მაგრამ სრული არ გამჩენია, რომ საქართველოს საზღვარი დამიტოვებინა. მთელი საქართველო ფეხით მაქვს მოვლილი. ფეხით მაქვს, იმიტომ მე ვალპინისტობდი თავის დროზე და ყველა ისა ტყეები ეხაც კი მახსოვს. საუდა შევიდე, როგორ უნდა გამოვიდე, მაგრამ საქართველოს საზღვარი არასოდეს არ დამიტოვებია. იმიტომ ამ ქვეყნის გარეშე არ შემეძლია. მართალი ბრძანდებით მეცაც გეტყვით, ახლა მე უბრალოდ გახდით დელეგაციაში, მე ვიყავი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 8 წელი და გინოდა ქონდა შეხვედრა გერმანელ კოლეგებთან და ასე რომ აი ამ კუთხით დავტოვე მარტო საქართველოს რამდენიმე თქვათ თქვენ ეს სამსახურები ასე გახდით პოლონეთში სადაც აი ეს დიდი მე მაგას არ ვამბობ შევხვდი ხო რა თქმა უნდა აგერ თევზად ვიყავით პატივი მიაგეთ ვალერიან თევზადის საფლავსთან ვიყავით და შევხვდით დელეგაციებს ასე ბუდაპეშტში გახდით სადაც ასევე სამსახური მოვალეობის შედეგად თორე ისე მე თვითონ არც ავსულა რა თქმა უნდა მაგრამ ხო არც ამისულები არც ამის ისარება კი ბატონო მოკლედ ესეთი საუბარი შედგა ჩვენ შორის მე და ბატონ გიორგი თევზაძის შორის საკმაოდ საინტერესო ამ გვარის შესახებ როგორც ბატონო ძალიან ბევრი რამე შეიძლება ითქვას ჩვენ გვართან დაკავშირებით ხა ისტორიული წყაროებიდან მაგრამ დროც არ გვაძლევს საშუალებას და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბატონ ლევან თქვენ ის რომ აი ეს გადაცემა გაქვთ მადლობა თქვენ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემა გვარის შესახებ წარმომავლობის ვინ ვართ ჩვენ რა გვარისანი ვართ აი ეს ყველაზე მთავარია კი ბატონო ეროვნება არ აქვს მარტო ცხოველს თქმა ბატონო ძიერ მოსწოდია ხო ეროვნება და გვარი რა თქმა უნდა კი ბატონო იმიტომ რომ გვარიშვილი ეს ძალიან მე მაგალითად ჩემ გვარიშვილს რომ ხვდები აი მიყვარს აი შეიძლება სულ არ ვიცნობდე მაგრამ მიყვარს და ის ჩემი გვარიშვილი ის რაღაც წარსულში სადღაც ერთი ყველა მოდის ერთიდან ბატონო ლევან ერთი საერთო ფუძიდან მოდის აი კარგად რომ ჩვენ გავიკითხოთ ერთმანეთს შეიძლება ძალიან ახლა ნათესავი საქმეში ამიტომ ეს საქართველო ეს ძალიან პატარა ქვეყანაა ძალიან პატარა ქვეყანაა თავისი რაღაცა ინდივიდუალური რაღაც რომელიც სხვა ქვეყნებისგან გამოგვარდა რა თქმა უნდა აბსოლუტურად გამოგვარდა მე მეცაც გეტყვით უცხოეთში მე რომ ჩავედი მაგალითად მაშინ ვქია პოლონეთში იქ ქართველები დაგვხდნენ რა თქმა უნდა ჩვენ შევხვდით იქ ბევრი ქართველი გავიცანით ზოგს რესტორანი ჰქონდა ზოგი საფრთხის თავმჯდომარეა იქ დამწყილვარი პიროვნება ქართველებს და აი თქოს ერთი ოჯახის შვილი ვიყავით კი ბატონო აი ჩვენ ამას ვერ ხვდებით აქ
რა თქმა უნდა, კი. აი როგორც კი ფეხს გადაადგავს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ყველა ნებისმიერი ქართველი ქუჩაში მიმავალიც კი უკვე შენია. საინტერესო კიდე რა არის, ახლა არც ერთი ფრანგი ბებია, ან ესპანელი ბები, ან გერმანელი, ან და დაუშვათ ინდოელი ბებია, ან გინდათ დაუშვათ რა ვთქვა, ჩინელი ბებია, არ გეტყვის. რომ ბებია ჩემა და ალბათ თქვენი ბებიაც ასე იყო. მე ორი ბებია მყავდა, ბებიაო მითხრა, ერთი იყო გაბუნია, მეორე იყო მაჭავარიანი და ყველა გაბუნე და მაჭავარიანი რო შეხვდება გზაშიო, შენი ნათესავები არიან და ცუდი არ იფიქრო. რა თქმა უნდა. ამას არც ფრანგი გეტყვის, ფრანგი ბებია, არც ესპანელი, არც რუსი, არც სომეხი და არც დაუშვათ ინდოელი ბებია. მე ერთად გეტყვი, ეხლა ეს მარტო ქართველი ბებია გეტყვის. აი ქართველებში მაგათად გოგორო თხოვდება. ქართველებში გოგორო თხოვდება, კითხულობენ ამ ბიჭის თავის სასიძულს. რა თქმა უნდა. გამოკითხავენ წინაპრებს, ვინ არის, რომ გვარი არ შეეშალოთ, იქ რაღაც არ მოხდეს სასწაული. ეს კიდე რა ის იგივე პირიქით რძლებში. გენეტიკურადაც გამართლებული ახლა მე გენეტიკოსი ვარ, ასე თქვა, პატონსვენი და მამაჩემის გენეტიკოსი იყო და მეც გენეტიკოსი ვარ, ანუ უნდა ყოფილიყავი გენეტიკოსი, რა რაღაცები რო არ მოხდარიყო ამ ქვეყანაში, მასშტაბები, ნუ ამ კუთხით უნდა მემუშავა და მამაჩემის იყო გენეტიკოსი. ანუ კარგად ვიცი ეს. როცა კი აი ახლონათესაური და შორეული რა თქმა უნდა შვიდთაობაზე გადადის. შორეული ჰიბრიდიზაცია რაც ისავს და ახლონათესაური კავშირი რაც შვიდთაობა, აი როგორც იტყვია რომ შვიდთაობაა და მნიშვნელოვანი, ნუ რაც ყველაზე ცუდია ახლონათესაური კავშირი ზოსდება აი იმბრიდინგი, იცეხტი, რა თქმა უნდა იცოხტი ხდება, დათიშვა ხდება რა. არა დათიშვა ეს ძალიან ძიმეტი თათაწვება თვითონ გენეტიკასაც და ყველაფერს და ეს არის ძალიან სწორი მიხე. აქედან გამოდი ჩვენი ისინი წინაბრები ამას ქვეცნობიერში იმაშებოდნენ ამას აფია და რომ და ნათლობა აი როცა ნათლისა და იმას შორის თქვია ნათლობის შორის არის ძალიან დიდი კავშირი, სულიერი კავშირი. კი ბატონო, აბარა. ასევე არის გარკვეული შვიდითაობა და ასე შემდეგ და ეს აი ამან მოიყვანა საქართველო, ამა გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა. ცოტა უცნაური გადაცემა გამოგვივიდა დღეს. არა, რატო? ხო, მაგრამ ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა. ამან სხვათა შორის ჩვენ გადაგვარჩინა რა ბატონო ლევან და საზოგადოებაში მინდა უთხრა რომ ენა მამულმა და სათქმულმა. აი ამ სამა განძმა, სამა საუნჯემ გადაარჩინა ქვეყანა. ეროვნული ღირებულებები, ყველა საკითხი, რომელსაც თქვა მე მოუწოდებ ახლა ხელისუფლებასაც და ყველა საკითხი ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ ღირებულებებს. რა თქმა უნდა, ქართული ერის ინტერესებს და მენტალობას და ქართული ერის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ისკერო თქვა იქ ევროპის, ამერიკის, რუსეთის, აქეთ იმათ ინტერესი არა, ჯერ საქართველოს ინტერესები. და იმათ ინტერესი უნდა შეესატყვისებოდეს საქართველოს ინტერესებს. აი ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. ეს არის უმთავრესი. თორემ რუსეთი ჩემთვის არის ოკუპანტი და ოკუპანტი დარჩება მანამ სანამდე მას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. თორემ ისე მეზობელი არის ამ ფაქტს ჩვენ ვერ გავექცევით. კი ბატონო. მოკლედ ეს გამოგვივიდა მე მგონი გადაცემა, კაი გადაცემა გამოგვივიდა. მე მინდა მადლობა უთხრა ბატონ გიორგის თევზაძეს ასეთი საინტერესო საუბრისთვის და ვიტოვებ იმას რომ ესე იგი მომავალში კიდე გავაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს გვარი თევზაძეები როცა დასრულებ ყველევანი აუცილებლად შემდეგ რომ გამოვცეთ ბატონ ლევან ერთი ესე ვქია შეხვედრა გავაკეთოთ კი აუცილებლად და რა ვიცი მოკლედ გამოვიწერეთ ჩვენი არხი საქართველოს ისტორიულ გვარებზე ჩვენ ვართ სამეფო კლუბის საქართველოს სამეფო კლუბის ტელევიზია გადაცემა არის ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა საქართველოს ისტორიულ გვარებზე ვისაც გაინტერესებთ ესეთ საკითხები და თქვენი გვარის ისტორია გაინტერესებთ შეგიძლიათ გამოვიწეროთ ჩვენი გვარი შეგიძლიათ მოგწეროთ და ჩვენ შეძლებს და გვარად ესე იგი რაც შეგვიძლია და რაც ჩვენს ხელთ არის არსებული ინფორმაცია შეგვიძლია გაგანდოთ და გაცნობოთ და ნუ მოგწეროთ წერილობით გამოგზავნოთ ეს ყველაფერი და რა ვიცი თუ საინტერესოა თქვენ ჩვენი გადაცემა გთხოვთ გამოვიწეროთ უღრმეს მადლობა ყურადღებისათვის კარგად გზამდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის 3000 წელს მეტი გისხოვრია საჩავდღეს მოსრები ვართ მაგრამ მევსას ბედნიერ
Svimale